ეს არის ის ოაზისი, რომელიც რეალურად თბილისს და რუსთავს აძლევს საშუალებას სუნთქვის. თუ აქ გაშენდება დასახლებული ტერიტორია, ჩვენ რეალურად ვკეტავთ ქალაქს. თუ გვინდა რომ აირწინაღებით ვიაროთ, რომელიც აკრძალულია სიარული, მაშინ ვივლით აირწინაღებით, იმიტომ რომ რეალურად ვერ ვისუნთქებთ ქალაქში. ჩემ პერიოდში იყო ზუსტად ის თხოვნა, როცა 96-ში თუ 97-ში გადავეცით ეს ტერიტორია საპატრიარქოს. პიროვნება, რომელიც ამას ხელმძღვანელობდა, ის საბჭოთა პერიოდიდან იყო ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი ამ ტერიტორიის, ვინმე ბატონი ფანჩულიძე, რომელმაც მოვიდა ჩემთან როგორც მინისტრთან თხოვნით, რომ იქნებ გადავცეთ ეს ტერიტორია საპატრიარქოს. ეს არის საკმაოდ საკრალური ტერიტორია, იმიტომ რომ 24-დან მოყოლებული 21-დან, ანუ NKVD-ს მსხვერპლი, ვინც კი ყოფილა საქართველოში, ძალიან ბევრი იხვრიტებოდა ან ამ ტერიტორიაზე, ან ვაკის პარკის ტერიტორიაზე. როგორც მიყვებოდა თვითონ ძვლები ამოდიოდა და ხელს აღარ ვახლ ადამიანების და აქედან გინდებოდა. არ ვიცი, მართლა არ მაქვს პასუხი. რატო ვაკეთებთ აქ? თუ ყველაფერი კარგად არის, რატომ არის ყველაფერი დამალული?